ერთი ლეგიტიმური კითხვა უნდა დავსვა, ბევრ თქვენგანს ალბათ გასჩენია ეს კითხვა. დაშვება ამგვარი. თუ საქართველოს de facto ხელისუფლება არის რუსეთის მონამორჩილი, ბევრ თქვენგანი მკითხავს ამას, იკითხავს. რუსეთის მოსკოვის უფრო კონკრეტულად წითელი მოედნის კრემლის მავზოლეუმის, თეთრი სახლის, ხო, პუტინის, რა ვიცი, FSB-ს და მოკლედ ამ იმპერიის. მას რაღაცი სჭირდება ამ de facto ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დასავლეთის ცალკეული სახელმწიფოებიდან, ევროკავშირიდან, როგორც ერთიანი სივრციდან, ოკეან გაღმა სახელმწიფოს მხრიდან თუ მიერ. მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები რატომ უნდა აღიარებდეს და თანაბარ პარტნიორად მიიჩნევდეს საქართველოს დღევანდელ მმართველ ელიტას ქართულ ოცნებას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ანხორციელებს საქართველოს ტერიტორიის 4/5-ზე არ იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები. ლეგიტიმური კითხვაა, მიგითხარით, მაგრამ ამ კითხვას უნდა გავცვით ლეგიტიმური და კომპეტენტური პასუხი. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება ოღონდ. ლეგიტიმური ის ხელისუფლება, რომელიც მის პოლიტიკას, ან რუსეთის პოლიტიკას გაატარებს, რუსეთი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ საქართველოში არსებული მმართველი პოლიტიკური ჯგუფი კლასი აღიარებული იყოს, ლეგიტიმური იყოს და ლეგიტიმაცია მიღებული იყოს დასავლეთიდან. ამიტომ რუსეთის ფედერაციიდან, FSB-დან ასე მაგალითად საქართველოს de facto ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ ალბათ ესეთი ეყოლებათ 5-6-7, ვისაც ელაპარაკებიან უმაღლესი მმართველი ელიტის წარმომადგენლები, ივანიშვილი, კალაძე, დინარაძე, კობახიძე, პაპუაშვილი და კიდევ 1, 2, 3, 4. ამათ ელაპარაკებიან დაახლოებით შემდეგ რამეს ეუბნებიან. როგორც გინდათ კაკხაწიძე, როგორც გინდათ მიიღეთ ეს ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა ჩვენთვის პრინციპში მაინც არანორმალურია. თუ თქვენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, არ ვიცი, ამიშალ ბრიტანეთის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გაღიარებთ, არ გეკონტაქტებათ. ეს ჩვენთვის, ანუ მოსკოვისთვის არის პრობლემა. ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ ლეგიტიმური ხელისუფლება, აღიარებული ხელისუფლება, ოღონდ და ეს მნიშვნელოვანი რემარკაა, ოღონდ ატარებდეთ როგორც ლეგიტიმურები ატარებდეთ მაქსიმალურად ღეჭა. ატარებდეთ რუსულ პოლიტიკას. საქართველოს ხელისუფლება უჯერებს რა მოსკოვს, ყველაფერს აკეთებდა და რა აკეთებს, იმისთვის რომ ევროკავშირის ცალკეულმა სახელმწიფოებმაც და განსაკუთრებით რასაკვირველია ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა მიღმა არსებულმა სახელმწიფომ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა დედაქალაქმა და მისმა მმართველმა დღევანდელმა მმართველმა ტრამპის ადმინისტრაციამ აღიაროს ეს ხელისუფლება გაამყაროს საქმიანი ურთიერთობები, ოღონდ უკვე შემდგომ კვლავ ის ეს ხელისუფლება იყოს დროას ცხელი ან მოღალატე, ან სუსტი რგოლი, არ ვიცი, ევროპული და დასავლური ღირებულებებისათვის ზურგში დანის ჩამცემი ხელისუფლება. ანუ მაინც თავისი ეგრეთ წოდებული სუვერენული პოლიტიკა გაატაროს, ეგრეთ წოდებული. და ეს ეგრეთ წოდებული სუვერენული პოლიტიკა კი არის რეალურად რუსული პოლიტიკა. აი ორბანი ხო, სხვანაირად აქვს, ორბანი ხო კანონიერი ხელისუფლება იყო. პუტინს რასაკვირველია სჭირდებოდა ორბანი როგორც ლეგიტიმური მმართველი. როგორც კი ორბანი დამარცხდა, პუტინმა ის დაივიწყა და ალბათ არც აღარასოდეს მიუბრუნდება. მარინ ლე პენი ხო მაინც მოდი ასე ვთქვათ, რუსეთის მიმართ ერთგვარად ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუ მით უფრო უმაღლესი ხელისუფლება გახდება, დღეს აღარ აინტერესებს მარინ ლე პენი, ან ნაკლებად აინტერესებს მარინ ლე პენი რუსეთს, მაგრამ გააინტერესებს ძალიან თუ მარინ ლე პენი მოახერხებს და მართლაც გაიმარჯვებს საფრანგეთში მისი პოლიტიკური ჯგუფი და ის საერთოდაც გახდება, რაც არ მოხდება, მაგრამ მაინც ის საერთოდაც გახდება რუსეთის მოკავშირე, კი არა საფრანგეთის ლიდერი და შესაბამისად რუსეთის მოკავშირე. იგივე შეიძლება ითქვას AfD-ზე, ასე მაგალითად გერმანიაში და სხვებზე, რომლებსაც ეხლაც აქვს ურთიერთობა მოსკოვს, მაგრამ კიდევ უფრო მსუხე ურთიერთობა იქნება მაშინ, როცა ისინი ლეგიტიმურები იქნებიან. ესენი ლეგიტიმურები არ არიან, თუმცა ეფექტურ კონტროლს ანხორციელებენ საქართველოს 4/5-ზე, მგონი გითხარით, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ყველა სხვა ტერიტორიაზე, ქუჩებზე, კი არა, ქალაქებზე, რეგიონებზე, სოფლებზე, რაიონებზე, სოფლებზე, ქუჩებზე, უბნებზე, არ ვიცი, სახლებზე და ადამიანების სულშიც კი შეძრდნენ ესენი
დიდი ნაწილის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მერქი ამას თუ ვიტყვი არც ეს იქნება გასაკვირი და უცნაური. გეხსოვებათ ირაკლი კობახიძე პრემიერი რომ ჰგონია საკუთარი თავი და პრემიერად რომ დანიშნა იმ თავარმა ბანდიტმა კაცმა ბიზნა ივანიშვილმა პრემიერად რომ დანიშნა ერთხელ თქვა ამგვარი სიტყვა 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება რასაც ტრამპი იტყვის ისე იქნება. ანუ მას ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა ჰქონდა რომ 20 იანვარს დაბრუნებული ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტი ტრამპი მაინც და მაინც 20 იანვარს იტყოდა საქართველოსთან დაკავშირებით რამის. და როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება, რასაც ტრამპი იტყვის ისე იქნება. ამის შემდეგ გამოხდა წელიწადი და 5 თვე და ახლობით არ წელიწად ნახევარი მოვარგვალოთ ცოტა და ტრამპს უშუალოდ არაფერი უთქვამს საქართველოსთან დაკავშირებით. მეცაც გეტყვით. იმავე წლის აპრილსა თუ მაისში ტრამპის მარჯვენა ხელმა სახელმწიფო მდივანმა რუბიომ გამოაგზავნა ბევრჯერ მithქვამს ეს მაგრამ და გავივიარო კიდევ ერთხელ. გამოაგზავნა წერილი, რომელიც გამოატანა არა ჩამოვიდა საელჩოში იმხანა ჩვენთან მუშაობდა ელჩი დენიგანი და ეს ელი კონვერტში იყო ბუნებრივია მოთავსებული და აუტანეს ეს წერილი ბიზნა ივანიშვილს. ბიზნა ივანიშვილმა კონვერტს ხელი არც მოჰკიდა. აი ესე. არც მოჰკიდა, შესაბამისად არც გახსნა ეს წერილი და არ წაიკითხა რა არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი კავკასიის რეგიონში ფართოდ და კონკრეტულად საქართველოში ბიზნამ უცნაურესად ახსნა ეს. ბიზნამ თქვა რომ აი ლეგიტიმური ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად რო დავნიშნე ის კაციო და მას უნდა ელაპარაკოს მას უნდა გამოუგზავნოს წერილი თუ მაინც და მაინც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ მე რომ ჩავერთო ეს პროცესი არც სწორი იქნება რაღაცა ლოგიკით ბიზნა მართალია ის არა ფორმალი მართველია და რასია კონტაქტები შედალოცილო მარკო რუბიო უშუალოდ ბიზნა ივანიშვილს მესმის რომ მათ იციან რომ ბიზნა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს მაგრამ მაინც ფორმალისტური ლიდერი ამ ქვეყნისა არის ირაკლი კობახიძე ამ დე იურე ბჭყალებში ლიდერი და ირაკლი კობახიძე უნდა იყოს ადრესატი ამგვარი წერილებისა. ბიზნა კი მართალია, მაგრამ ამავდროულად თხოვანია, თუ ეს ასეა. მაშინ კითხვა მაქვს, რატომ მიიღო თქვათ უმაღლესი დელეგაცია პრეზიდენტ ალიევის თავკაცობით უშუალოდ ბიზნა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარ რეზიდენციაში თუ ის არაფორმალი მმართველი კი არა, ხო არაფორმალი მმართველია და არც არავინ არაფერს არ უნდა ეკითხებოდეს, რატომ არ დარჩა ან ეს სხვადასხვა ვიკითხოთ, რატომ არ შემოიფარგლა ალიევის ვიზიტი მხოლოდ კობახიძესთან შეხვედრებით, არა. ყველა ალიევმაც აქ ამ რეგიონში და იქ მარკო რუბიომაც ყველაფერი იცის. იციან რომ ბიზნა მმართველი და ბიზნეს გამოუგზავნეს ეს წერილი, აკითხავთ ბიზნა ივანიშვილმა ეს წერილი არც დაიჭირა ხელში. ამის შემდეგ უშუალოდ შეერთებული შტატების რამდენიმეჯერ ეცადა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგებას და მთავარი მესიჯი იყო ამგვარი საქართველო იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ჩვენი ურთიერთობები მართლაც ეგრეთ წოდებული მესამე დღეებთან ფურცელს ეგრეთ წოდებული სუფთა ფურცლიდან და იყოს ეს იცის საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენგან დამატებით არაფერია საჭირო ეს იყო გზავნილი ვაშინგტონიდან და მართალიც არის საქართველოს ხელისუფლებამ იცის და რა არის ჩამოწერილი აი მოთხოვნებში ან ოთხეთ მიღებთან ფურცელს რა შეიძლება ყოფილიყო მარკო რუბიოს იმ წერილში ჩამოწერილი მტვერდადებულია ის კონვერტი ახლა მაღალი ალბათობით სწორედაც რომ ვაშინგტონშია გაგზავნილი თუ საქართველოსში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში რომელიმე თაროზე არ არის შემოდებული მე გეტყვით რასაკვირველია შუადერეფანი რასაკვირველია ანაკლი ასევე სამხედრო თანამშრომლობა ნაწილ კომპონენტის კუთხით თანამშრომლობა ჩვენი ამერიკის შეერთებულ შტატებთან რასაკვირველია შუადერეფანი რასაკვირველია ანაკლი სპორტი რასაკვირველია 5 6 7 8 საკითხი და ასე შემდეგ და ბევრ ჩვენგანს ეგონა და ბევრ ჩვენგანი ფიქრობს დღემდე ასე ფიქრობს რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაწვრილმანდებოდა საკითხზე პოლიტიკური პატიმრები. არ დაწვრილმანდებოდა. და მარკო რუბიოს წერილში ან იმ დელეგაციების ვიზიტების დროს ასე ითქვა, არავითარ შემთხვევაში არ იყო საუბარი პოლიტ პატიმრებზე და სინდისის პატიმრებზე. მეც ასე მეგონა გულახდილად გეტყვით. მაგრამ მე ბოლო პერიოდია და ბოლო 2 დღეა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ კულისებში საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ესაუბრებიან ყველა იმ საკითხზე რომლებიც მე ჩამოთვალე და კიდე რაღაც საკითხები გამოვრჩა უთუოდ ანუ
კვლავ მიმეორებს სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე, რეგიონული მიმართულებით თანამშრომლობაზე, ტრიპის პროექტზე ეს უმნიშვნელოვანესია, ანაკლიის სპორტზე და შუადერეფანზე რკინიგზის რეინსტრუქტურიზაციაზე თუ რეორგანიზაციაზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სარკინიგზო და სახმელეთო მიმოსვლის აუცილებლობაზე საქართველოს გაავლით, პორტების ეფექტურ გამოყენებად ბევრ საკითხზე ელაპარაკებიან, მაგრამ რატომღაც მიფიქრია, კი არა წამიფიქრა ბოლო 2 დღეა და გეტყვით რატო წამიფიქრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამათ კულისებში ელაპარაკება მათ შორის სინდისის პატიმრებზეც კი. დაუბრუნდეთ პირველ სიტყვას და მე უკვე გადავიდეთ ამ სიტყვასი და გეტყვით რატო ვიფიქრე ასე. პირველი სიტყვის თანახმად თუ გახსოვთ მე ვთქვი რუსეთის თხოვს ამ ხელისუფლებას როგორღაც ურთიერთობის დაალაგებას ევროპასთან, დასავლურ სივრცეთან ზოგადად და ასე მაგალითად კონკრეტულად შეერთებულ შტატებთანაც. ეს არის შუაზე იფხრიწებია, თუმცა ურთიერთობები ვერ განვითარდა. ყაველაშვილის მეუღლე, პირველი ლედი, სტუმრობდა შეერთებულ შტატებს, შეხვდა მელანია ტრამპს. ეს ურთიერთობის დაალაგება, რომ ვიცოდეთ, არ არის. უშუალოდ ყაველაშვილი გადაეკვეთა პრეზიდენტ ტრამპს, ვწდები ერთხელც რაც ასწია. მასთან ერთად 14 წამით ეს ურთიერთობის დაალაგება არ არის. ალიევმა ჩამოიტანა ამერიკის შეერთებული შტატების მესიჯები ბიზნესთან დაალაგებას სცადა და აუცილებლად იყო ამ მესიჯებში ძირითადი გზავნილები, რომლებიც ტრიპს ეხებოდა, შუადერეფანს ეხებოდა, ლოჯისტიკას ეხებოდა, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა ბიზნეს ივანიშვილი ამდენად ადეკვატურად უპასუხა ივანიშვილმა ყველაფერს სიმართლე გითხრათ არ ვიცი მე მგონი ბოლომდე ადეკვატური არ არის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაუწოდა ხელი ირაკლი კობახიძეს და იმ 2 წუთი და 14 წამი გრძელდებოდა დადგენილია. ეს შეხვედრა იქ უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობებზე ჩამოვარდა, სიტყვა ცხადია ამ თემაზე ისაუბრეს იმ 2 წუთი და 14 წამის განმავლობაში. მე მაკაბოჭორიშვილი კოლეგა სიბიხას შეხვდა კიშინიოვში, იქაც ისაუბრეს, მაგრამ საქართველოს ადეკვატური არ აღმოჩნდა ამ საერთო გლობალური უსაფრთხოების, მათ შორის უკრაინის კონტექსტში, იმიტომ რომ იცით თქვენ დაბლოკა კი არა უარი თქვა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერაზე, რომლის თანახმადაც რუსეთს უნდა დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ გენოციდზე, რაც მან ჩაიდინა უკრაინაში. ამ თვალსაზრისითაც ვერ აღმოჩნდა ადეკვატური. მოკლედ, ყველაფერი კეთდება თითქოს იქ ხო უკაცრავად რუბიოსა და კობახიძეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. ყველაფერი კეთდება თითქოს, მაგრამ საქართველოს წინ ვერ მიიწევს. და რუსეთი კი სთხოვს კიდევ ერთხელ ვთქვათ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას როგორღაც ურთიერთობის დაალაგებას და ურთიერთობის დაალაგებისა და ლეგიტიმაციის მიღების შემდეგ რუსული პოლიტიკის გატარებას. და ახლა უკვე მეორე სიტყვას მიუბრუნდეთ კიდევ. ირაკლი კობახიძე უცნაურესი სიტყვა თქვა ამ 2 დღის წინ. წამოსცდაო ბევრი თქვენგანი მიყვის, არ წამოსცდენია. ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი რამ. სომხეთსა და აზერბაიჯანს ამერიკის შეერთებული შტატები არ სთხოვს პატიმრების განთავისუფლებას. მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ არა მაქვს ინფორმაციების თაობაზე, რომ სომხეთში მაინც და მაინც არიან პოლიტპატიმრები, უბრალოდ მაქვს ინფორმაცია, რომ არ არიან. მაგრამ აზერბაიჯანზე იგივეს ვერ ვიტყვი. არ სთხოვს პატიმრების განთავისუფლებას. ჩვენთან გაცილებით უკეთესი კანონებია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში და ცოტა უცნაურია. ეს არის შინაარსი ირაკლი კობახიძის ამ სიტყვის ამ განცხადებისა, ცოტა უცნაურია, რომ მათთან ურთიერთობას ალაგებს ეს შეერთებული შტატები და ჩვენთან კი ურთიერთობას არ ალაგებს. ახლა მე რო დავიწყო ლექსიის კითხვა აღმავალ და დაღმავალ დინამიკაზე, ანუ რას ნიშნავს ეს? სომხეთი იყო ამ დონეზე გაჩერებული, რამე კალამი არა მაქვს, როგორც მე ვხვდები. სომხეთი იყო ამ დონეზე გაჩერებული და სომხეთი დემოკრატიისგან განვითარების კუთხით აღმავალი დინამიკით ვითარდება, ეს ბევრჯერ მithქვავს. საქართველოს იყო გაცილებით მაღალ დონეზე გაჩერებული, სომხეთი მის ქვემოთ იყო, მაგრამ სომხეთი საქართველოს ქვემოთ, ხოლო სომხეთი ზემოთ მიიწევს. ანუ რომელიღაც ეტაპზე გათანაბრდება ეს ორი სახელმწიფო, მათ შორის დემოკრატიის კუთხით და საქართველოს გაუსწრებს კიდე, სომხეთი გაუსწრებს კიდეც საქართველოს რობიცოდეს. უკვე გასწრებული აქ მეთქი ამასაც თუ ვიტყვი, ალბათ ბევრ თქვენგანს არ ეუცნაურება, მათ შორის კანონების ან დემოკრატიული კანონების თვალსაზრისით საქართველოს კონდა კარგი კანონმდებლობა, მაგრამ რუსული კანონების მიღების შემდეგ საქართველოს ჩამოვიდა ქვემოთ. მან დაიწყო ქვემოთ და ქვემოთ მოძრაობა. სომხეთი პირიქით ვითარდება და ვითარდება დემოკრატიის კუთხით. ანუ ახლა უკვე აი მოსემულ ეტაპზეც კი არ შეიძლება შედარება საქართველოსი და სომხეთისა, იმიტომ რომ სომხეთმა გაგვასწრო ჩვენ. და რაღაცი გაგვასწრო მათ შორის დემოკრატიის, რაც თავარი ადეკვატურობის კუთხით რაღაცი გაგვასწრო შესაბამისად.
სომხეთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სახელმწიფო პარტნიორი ამ რეგიონში, აზერბაიჯანთან ერთად, რომელშიც ჩადის ჯეიდი ვენსი თებერვალში და ახლა უკვე რუბიო. ხოლო ჩვენთან ჩამოდის აი ამ რუბიოს მოადგილის თანაშემწე ანდრეული არ ვაკნინებ, რასაკვირველია მეორე სხვა პირი, არ ვაკნინებ არ ვამცრობ რასაკვირველია, მაგრამ ისინი მაინც არ არიან გადაწყვეტილებების მიმღებები. არა და კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ, რუსეთი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას მოითხოვს მისგან როგორმე დაალაგე ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ოღონდ როგორც კი საქართველოს ხელისუფლება დააიწყებს რეალურ დაალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვა ის მესიჯი, რომელიც უკვე მოგახსენეთ, თქვენ შესანიშნავად იცით, რაც უნდა გააკეთოთ და ეს ყველაფერი ეხება არამხოლოდ შუადერეფანს, ანაკლიის პორტს, სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობას, ტრიპის თვალსაჩინით, ტრიპის პროექტში საქართველოს თანამონაწილეობას, გააზრებას, რკინიგზის რეფორმას, ანტირუსულ პოლიტიკას, ეგრა მაგის პასუხია ეს და მავიწყდა უნდა მეთქვა რასაკვირველი და ასე შემდეგ, არამედ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ირაკლი გობახიძის სიტყვას. გახსოვთ რა ვთქვი? იქო სომხეთსა და აზერბაიჯანს არ სთხოვენ პატიმრებისგან თავისუფლებას, ეს ერთგვარი წაცდენაა. ესე იგი გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს ხანდახან მაინც კი არა ხშირად უმეორებენ, თუნდაც მერვე საკითხად, პატიმრების ანუ დემოკრატიის დამყარებას. საქართველოში დემოკრატიის დამყარება არის აუცილებელი იმისთვის, აზერბაიჯანშიც რასაკვირველია, მაგრამ აზერბაიჯანი მაინც ქვედა ლიგის მოთამაშეა. სომხეთშიც რასაკვირველია, სომხეთიც ქვედა ლიგის მოთამაშე იყო და ზედა ლიგაში აინაცვლებს. საქართველო ზედა ლიგის მოთამაშე იყო და ახლა მაჩანჩალა აუტსაიდერია და ქვედა ლიგაში ჩაინაცვლებს ამ პოლიტიკით. გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან მათ შორის პატიმრების განთავისუფლებას და ამათ ერთის მხრივ რუსეთი აწვება და ეუბნება, რომ დაამყარე ურთიერთობა შტატებთან, შენ ლეგიტიმური უნდა იყოს ჩვენს ინტერესებში ეს შედისო, მაგრამ მეორეს მხრივ ამათ პატიმრების განთავისუფლება არ უნდათ, ანუ დემოკრატიული ნორმების შემოღება არ უნდათ, დემოკრატიული მართლობის შემოღება არ უნდათ, დაბრუნება არ უნდათ საქართველოში, იმიტომ რომ როგორც კი დემოკრატიული მართლობა დაბრუნდება, ანუ ეს პატიმრები 150-170 კაცი გარეთ იქნება, ესენი ძალიან მალე ან უფრო სწრაფად მარცხდებიან, იმიტომ რომ ამდენი მორალური ორიენტირი, ამდენი გაუტეხელი, ახალი ლიდერი მათგან ბევრი, რა თქმა უნდა, ახალი ლიდერები. თქვენ მაგალითად ცეცხლაძე, კიკნაძე, ჭიჭინაძე, ზია მაღლობელი, ზვიადი, სხვები და სხვები. ახალი ტიპის, მაინც პოლიტიკოსი კი არა, ლიდერები ჩნდებიან ჩვენ საზოგადოებაში და ამდენ ავტორიტეტს აქაურებსაც კი გარეთ ყოფებსაც კი ვერ უმკლავდება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და წარმოიდგინეთ, რომ გამოვა, არ ვიცი, 30 პატიმარი, რომლებსაც პოლიტიკაში, ფართო გაგებით პოლიტიკაში ყოფნის სურვილი ექნება, იმათ მით უფრო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ რუსეთი სთხოვს, მაგრამ რუსეთი იმასაც ეუბნება, რომ ნიშაგუნ ნაზად, ანუ არ დაიხიოთ არაზდიდებით, ისე მიიღეთ ლეგიტიმაცია ვაშინგტონიდან, რომ თქვენ ბიჭის კი არ გადადგათ უკან. და აი ამ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქართული რუსული ოცნება ბანდიტი გობახიძისა და ბანდიტის მეთაური ბიზინა ივანიშვილისა მძიმე მდგომარეობაში, ვიტყვი ასე. და მძიმე მდგომარეობა რომ არის, ამის დასტურია სწორედ ეს წამოწდენაც, თუ წაცდენაც ირაკლი გობახიძისა და კიდევ ერთი წაცდენა. თუ ასე გაგრძელდა ურთიერთობები, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებმა აქეთ არ გადმოდგა ნაბიჯებიო, ჩვენ მაინც ჩვენ სუვერენულ პოლიტიკას მივაწევებითო. ეს არის გობახიძის ღია ტექსტი პრაქტიკულად და ეს არის სხვა რუსეთის მონების ღია ან ფარული ტექსტი. ესენი მაინც აპირებენ ამ რუსული პოლიტიკის გაგრძელებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას დაალაგებენ, ან ვერ დაალაგებენ საკუთარი პირობებით უნდათ ურთიერთობის დაალაგება, ნუ მომაწვევით, ნუ რა ფერზე და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. არა და შტატები, რომლისთვისაც რასაკვირველია მეორე ხარისხოვანი გახდა ადამიანის უფლებები ბევრგან, ასე ვიტყვი, ირანში. მეორე ხარისხოვანი, არა, ირანშიც არ არის თლად მეორე ხარისხოვანი, მაგრამ პირველეს ხარისხოვანი თქვათ არის ორმუზის სრუტები, რთული პროგრამა და ასე შემდეგ. საქართველოსთან იმართებაში, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, არ უნდა ეთამაშა. მოკლედ ლიდერთა შორის ლიდერი იყო ამ რეგიონში, ყოველ შემთხვევაში ყოფილ საბჭოთა კავშირში. ბევრი თვალსაჩინით
საქართველოსთან იმართებაში დემოკრატია და ადამიანის უფლებები მეოთხე ხარისხოვანი ვერ გახდება შტატებისთვის. კი, საქართველოს აქვს უზარმაზარი ფუნქცია, იმიტომ რომ შავი ზღვის ქვეყანაა, მაგრამ საქართველოს ასე მოდი საქართველოში იყოს ისეთივე დიქტატურა, რაც უნდა ბიზნეიმანის ავტორიტარიზმი, რაც უნდა ბიზნეიმანის როგორც არის აზერბაიჯანში, ამას შეერთებული შტატები უბრალოდ ვერ მიიღებს. ამიტომ ასეთი გაჭედილი მდგომარეობა არის მოცემულ ეტაპზე, ბიზნეიმანიშვილი ვერ მიხვდება. კიდევ ერთხელ კი არა, ამჯერად უკვე ხმამაღლა ვიტყვი. ბიზნეიმანიშვილი ვერ მიხვდება რა უნდა დათმოს. მათ შორის არ დამთმობს არც შეერთებულ შტატებს. იმიტომ რომ დათმობა ერთი ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას და რუსეთი არც დაუშვებს თუ რუსეთი აქამდე სთხოვდა და ახლაც სთხოვს როგორღაც აღიარების მოპოვებას დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს დე-ფაქტო მმართველობას ხელისუფლებას ქართულ ოცნებას შეიძლება ხვალზე ეგეს აღამოცენა სულაც აღარ იყოს რუსეთისა, იმიტომ რომ შესანიშნავად მიხვდეს რუსეთიც კი ანუ მოსკოვიც კი რომ როგორც კი დასავლეთი წითელ ხაზებს აწესებს რასაკვირველია და წითელ ხაზებს არ დაარღვევს და საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო მძაფრად მიაწვება მაგალითად პატიმრების განთავისუფლებას მოსთხოვს, ყისიერად არ ვიცი ამდენად სწორედ, მაგრამ დე-ფაქტო ხელისუფლება დაკარგავს ძალაუფლებას. ეს არის სიმართლე. ნახვამდის.